უნდა დავადგინოთ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს და როდისთვის არის საწარმო მზად. ხვალიდან არის მზად. ერთი კვირა გვინდა ამისათვის და რა გვინდა? რა ტექნიკური მხარდაჭერა გვინდა ამისათვის. ჩავთვალოთ, რომ ფული გვაქვს. რა გვინდა ახლა იმისათვის, რომ უახლოეს დღეებში საწარმომ დაიწყოს ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და დაინტერესება, ეს მე მგონი ყველა რომელიც ქარხანა იქნება გადამამუშავებელი, ყველა ქარხანა გამოთქვამდა იმის სურვილს ეგეთ დაინტერესებაზე, რა თქმა უნდა, ფინანსური მხრიდან. მით უმეტეს ჩვენს ქარხანას ფინანსური პრობლემები აქვს. ეხლა აქვს დავალიანება TBC ბანკის მიმართ და ფაქტიურად ქარხანა არის TBC ბანკის პრობლემაში. მე მხარს უჭერ ბატონმენის, იმიტომ მასთან დაკავშირებით რომ ჩვენ თვითონ შემოვიყვანეთ უკრაინულ ინვესტიციას, სადაც გვაქვს გამართული ხაზი, კონვეიერი, მიმდინარეობს ჩვენ ეგრეთ წოდებული შპონის იაშკის წარმოება, სადაც დღიური წარმადობა იაშკის წარმოების თვითონ არ შეადგენს სადღაც 10-15,000 წარს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, უნდა დაიხვეწოს სტანდარტები, არა მხოლოდ ხარისხში, არამედ მის შეფუთვაშიც. თუ გვინდა დავიბრუნოთ ბაზრები, თუნდაც უკრაინის, რუსეთის, ევროპის ბაზრები, უნდა ვაწარმოოთ და შევფუთოთ ეკოლოგიურად სუფთად და ძალიან პატარა კუთხეებში. აჭარა არის მოგეხსენებათ ციტრუსის მწარმოებელი ერთ-ერთი ძირითადი რეგიონი, რომელიც გარკვეულ ტრადიციულად უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში აწარმოებდა ექსპორტს ამ პროდუქციის, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოკლე დროში, თან 10 დღე გვაქვს დაახლოებით ამისთვის, იმიტომ რომ 10 ნოემბრიდან კრეფა იწყება. ამ პროცესებს უდგებით ძალიან კომპლექსურად, გვინდა ამ ეტაპზე პირველი შეხვედრა მოხდა შემფუთავ საწარმოების წარმომადგენლებთან, რომლებიც გვინდა რომ გავეცნოთ მათ პრობლემებს. ამ 10 დღის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოახერხოთ ყველა საწარმოს გამართვა. გვინდა ამაში ფინანსური დახმარებაც გავუწოთ, სახელმწიფო დაეხმარება ამისთვის, რომ არ მოხდეს მოკრეფილი პროდუქტის დახარისხების პრობლემის წარმოშობა. პირველი შეხვედრა გვაქვს იმ შემფუთავ ქარხნის მეპატრონეებთან, ვინც ჩვენს რეგიონში აწარმოებს საქმიანობას. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, როგორი სტატუსი აქვს მათ. სამეწარმოო, იურიდიული. მე გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ გვექნება როგორც ჩვენი მთავრობიდან, ასევე ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარება ამ თვალსაზრისით და გვინდა რომ ეს სეზონი მიუხედავად იმისა, რომ აი დღეს ვიწყებთ ფაქტიურად ჩვენ საქმიანობას და სეზონი ფაქტიურად კარს არის მომდგარი, კრეფა დაიწყო ფაქტიურად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სისტემა ჩამოაყალიბოთ ისეთი, როგორც მისაღები იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის. თავარი ერთი რამ არის, რომ შევეცდებით, არ იყოს დარჩენილი არც ერთი კილოგრამი პროდუქცია, ან გადაყრილი, ან გაფუჭებული.